მესტიაში სვანეთობა აღენიშნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები გაიმართა სვანური კულინარიის მასტერკლასი. პარალელურად მიმდინარეობდა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, გამოავლინეს მესტიის საპატიო მოქალაქეც. სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და მესტიის მერმა აღნიშნული წოდება ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონს ლუხუმ ჩხვიმიას გადასცეს. სვანეთობის ფარგლებში სტარტი აიღო მესტიის საერთაშორისო მთის ფილმების ფესტივალმაც, რომელიც 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სრულიად სვანეთს ულოცავს სვანეთობას. ეს დღე ნამდვილად არის ამ უნიკალური ბუნების, ისტორიის, ტრადიციის, კულტურის, სვანეთის სამზარეულოს დღესასწაული. ეს დღე უკვე იქცა ტრადიცია და მე მინდა წარმატებები უსურო ამ ულამაზეს კუთხეს. სვანეთობა ეს უკვე მე-11 წელია რა სტარდება და ტარდება იმისათვის, რომ აღდგეს ის ძველი ტრადიციები, ძველი სამზარეულო, ძველი ფოლკლორი, ყველაფერი რათა შევინარჩუნოთ და ჩვენ გადავარჩინოთ ეს ყველაფერი, რომ მომავალში ჩვენ დავუტოვოთ ჩვენ ქვეყანას. არც ერთი ქვეყნის, არც ერთი ქალაქის საპატიო მოქალაქეობა არ გამიხარდებოდა ისე, როგორც გამიხარდა ჩემი სვანეთის, იმიტომ რომ ეს სვანი ვარ ჩემი სიზმრით, ხორცით, არსებით და ვამაყობ იმითი, რომ სვანი ვარ.